თბილისში. ასეთი წესი ყოფილა. თებერვლის ბოლოს საჰაერო ბუშტები ეჯიბრებიან ერთმანეთს. საჰაერო ბუშტების ფესტივალი და არის ისეთი მარილია ძალიანაც რომ ფლორეს მაინც ვერ ჩაიძინა. იცით როგორ იყვნენ ზღვაზე აი ასე შვიდად და გაზეთებსაც კითხულობდნენ. ესეც ასე ისრაელიდან ჩამოვედით და ახლა ბასტიბუბუს უბნის სიახლეები. სიახლე პირველი ბასტიბუბუს სტუდიაში ახალი ბავშვები მოდიან. ცეკვარი მღერიან, ზოლიანი ბანანები, მინი და მიკი მაუსი და ზღაპრის გმირები. სიახლე მეორე ბასტიბუბუს სტუდიაში ყოველ დღე მოდიან ულამაზესი და Kursundas bloke araya. გამარჯობა. როგორ ახალ? აი მე როგორ ახალ? დაკარგული. დაკარგული. არა ეს არის კლიპი. აგერ ბუჭო და მისცალ. ამოვდივარ, ხო, ამოვდივარ ახლა. შენთან ამოვდივარ. შევარ ბუჭოს სახში. გამარჯობა, მშვიდობა მოჭახს. სადახარ გაშვებით? ასწი. გადი გადააშენე შენ იმიანო, გადაშენდი კაცო. დავახა ბუჭო. გამოიღე მაგ გადააშენე. გაშვებით ხო კარგია? გაწეინე, სავე თუ. არა, კაცო, რა მოწმინდა, რა მოწმინდა. ეხლა ვიქნებ გოგიყარი. მანქანა. არაჟე, ხადი. ახალსაც გადავახმო. ჩემი ნახვარი რანანა. აგერ ბუჭოს. რატოს მივედი? აბუჭო. სამივარ. ამივდივართ და პოლიტიკური ელიტა
Radio Fortuna Stareglom Pankopilova 33 10 10 33 12 60 მე შემიძლია გითხრათ ის რომ ვინც ჩვენს რადიო სადგურს არ უსმენს ის ვერც უსმენს ჰიტებს 60-დან 90-იანი წლების ჩათვლით ასე რომ უსმინეთ რადიო ფორტუნას მით უმეტეს რომ მის მუსიკალურ პროგრამას ახალგაზრდა განაგზობს გამარჯობათ, როგორ ახარ? მოდი გაგოცნე კაცი. სალამი. აგერ მეტრო. აგერ მერია. სარი თბილისის ირია. ირია. დააყოლე, ეს არის ბუჩო სამსახური. ვისი? ბუჩო სამსახური. ბუჩო სამსახურში მოვედით. აქ არის შენთან. რა არის აქ? მაღლა არ ყოფილი ხარ? არა. ეს არის ეს რაიონის ირია. ირია? თბილისის თუ რაიონის? რაიონი. აჰა. თბილისის ირია აბასა და აი ცეცხლ შორომდა. ეს მოედანზე. წამოდება ნახოთ. გადი. წამო. საიდუმლობას მაგასთან არ წამოვარჯა. ვი? საერთოდ ოლქი. ოლქი? აი. ის არის ხოიცი გასხიში. კი. ეძავარჯა. ეს არის ლამი ფოტოგრაფ გურამა. გამარჯობა. ეს მაგარი ფოტოგრაფი გურამა. სალუყობებით? დაქვია მაგილს. სა? ამაგის დროებითი სამყოფელი გურამასის და აჰა. ფოთრაბელის პატენტი. ახლა არჩევნები უნდა ჩავატარო. აი, მიზრახია. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, ეს არის საოლქო საარჩევნო კომისიის. მოიცა სხვადასხვა რატო არის? გამარჯობათ. გაერთიანებული ვარ. გაერთიანებული ხართ იმიტომ? არა, სხვადასხვა იმიტომ არის, რომ დემოკრატიული აქტივისტია. აჰა, დემოკრატიული, გავიგე. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბატონი დავით წილოსანი. ჩვენ ძმა და მეგობარი. კეთილი. ერავათ მისი მოადგილე, ბატონი ზურაბი წელიწადიდან მეგობარია. წევრი. ვინა თავი მეთავე? თავი ვინა თავი? თავმჯდომარე, გამარჯობა ბატონო დავით. აგვისელი საქმეყოფებით? საოლქო საარჩევნო კომისია. არა, თავიდან საქართველოს მერე საქართველოს თბილისი ნომერ რაიონი ისნის რაიონი. აჰა, მერე? მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიაში იმყოფებით. აჰა, კეთილი, მერე? ახლა ჩავატარებთ დემოკრატიულ არჩევნებს. არჩევნებამდე დაგჭა აგერ, აიკითხე 45 პარლამენტს. 45 დღის მერე 31 ოქტომბერს. მეატრიალე. არჩევნებამდე 45 დღეა. აბა, გაშალე? საქართველოს დროშა. რომელი? ეს ხო? მერე? ამჟამინდელი დღევანდელი. საქართველოს დროშა. კი? აი ეს იქნება ცოტა იქნება მომავალში საქართველოს დროშა. ახალი რატო ასე? შევცვალე. წითელი, თეთრი და ჯვარი რატო? ეს ქრისტიანული ის არის. და იმიტომ ჯობია? ეს არის ეს ევროგაერთიანება. გაერთიანებაში რო გავწევრიანდით იმის დროშა. ვინ გაერთიანებაში რამდენი კოხავია? რამდენი ვარსკვლავია? ასკოლ 12 იქნება. 12 მე რა ვერ ეს 12. 12. ვინ არის? მალახე. ევროკავშირის. რა არის ევროკავშირი ამისწენ? ახლა ევროკავშირია. საქართველოს არის ევროპის მეგობრობის ერთიანი. ესე იგი სოფლიოს ხრივ. და არა საქართველოს და იმის ხო? არა, ევროპის. ევროპის ხარეში? და ჩვენ გავხდით ევროპელები უკვე. ესე იგი ევროპის წევრი ხართ საქართველოს? ევროპელები ვართ. ჩვენ ურთიერთდახმარება გავიგეთ. მეგობრობა და ეს მეევროპა. გავიგეთ. ეხლა ეს მითხარი. არჩევნები 45 დღეა. ვინა ამორჩენ წარმომადგენელი რა არის? აზე რომ მოდივარ. პრეზიდენტია, პარლამენტებია. საპარლამენტო არჩევნები. პარლამენტს ირჩევენ? პარლამენტს ურჩევენ. წარმომადგენელია 59 პოლიტიკური პარტია. 4 წელი გავიდა. ხო?
უფლებამოსილებები შეუწყდათ და იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, იქნება ახალი კანდიდატურები და ახალი ლანდები. ისე იგი ეს მარტო როგორც ხარ ეგნესე ჩვენთან, ხო? ახლა შენი საგვარი, შენთან მაქვს პირადად შეკითხვა. ხო. შენ ვინ მიგაჩნია აი რომელი პარტია რომელიც გაიმარჯვებს არჩევნებში? თათო რამდენია წარმომადგენელი? 49 პარტია. 59 პარტიაო. ვინა 59-ში მე? 49-ში ბევრი არიან, ძალიან. მოქალაქეთა კავშირი ჩვენ, სოციალისტები, აღორძინება და ასე შემდეგ. აჰა, აღორძინება გამიგონია, კი? და მოიცა თქვენ ხარ? მოქალაქეთა კავშირი. ორი არის ეგ, მოქალაქეთა კავშირი. პრეზიდენტის კავშირი. რომელი? მოქალაქეთა კავშირი პრეზიდენტ მუშავარდანძის, ხო? ხო, ვინ გაიმარჯვებს ნაცი? მეორე ვინ არის? აღორძინება, ვინა აღორძინება? ასლან ამაშიძე. რა მოიცა მაგას თუ იყო როდისმე პრეზიდენტის ვიღაცა? არა, ხო, მარტო ეს იყო შავარდანძე. რომელიც იქნება. შე მართალია შავარდანძე უფრო გაიმარჯვებს. რა თქვი სამოქალაქო რა? სამოქალაქო რა? მოქალაქეთა კავშირი გაიმარჯვებს, იმიტომ რომ მაგას დიდი ძალა აქვს. ოჩა. აი, თოდნი ესე ისრაელში ციცია, ხო მოქალაქეთა კავშირი. ისე რომ შავარდანძე არჩევნები და მომავალ წელს იქნება პრეზიდენტის როგორი პოლიტიკოსია ისრაელში, როგორი ისაა შევარდნაძეს, როგორი პოლიტიკოსია? ო, მიღებულია რა სლაპარაკობი. შავარდანძე ყველა მიცის ვინა. როგორც დიდი პოლიტიკოსი, სოფლიოს ხო? კი, კი, ძალიან მიღებული და ყველა მიცის და ყველა მიცის. საათახდა წამოხდა შავარდანძე გრუზია ისრაელში უყვართ, ხო? კი, კი, კი. ხო, ერთ-ერთი ინიციატორია ისრაელის სახელმწიფოში. შავარდანძეს მეტ არავის არ იცნობენ. ისრაელში შავარდანძეს მეტ არავის არ იცნობენ. საათახდა წამოხდა ყველა შავარდანძის ზართელი საქართველოს. სოფლიოს მოძიება. აა. კაი. ეხლა თუ გაიმარჯვოთ რა გამოგივათ ამით? საერთოდ აი რომ გაიმარჯვებს იქნება რომ შენი უმრავლესობა გეყოლება პარლამენტში და საკითხის გადაწყვეტა შეუულია უმრავლესობას ეს. აჰა, რაც უმეტი უმრავლესობა იქნება გამარჯვებია. რაც აქ მოქალაქეთა ო და საქართველოს რო რამე სადღაც რამე იქნეს საკითხი სასიკეთო და რამეები ისინი გადაწყვეტავენ. პირველ რიგში კანონის მიმღებები და კანონმდებლები იქნება უმრავლესობა, ხო? ხო, კარგი, აბა წარმატებას გისურვებ. ვერ ახართ ამაში რა თქვით ამ წარმომადგენლის ჩვენ ვართ წევრები მაგ კავშირის და ამჟამად წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიაში მოქალაქეთა კავშირის 8 წევრი ვართ. ეხლა ვართ აგეროვსი თავმჯდომარე მოადგილე 1 წევრი. ყავს მდივანი, ყავს მოლავი თუ რა ქვია ბუღალტერი. შეგა ამ თელ რაიონში შეიძლება თქვი ახლა 8 წარმომადგენელია? 14 ვართ კავშირის წარმომადგენელი მოქალაქეთა და დანარჩენი პარტიების მიერ წარმოქმნილი წევრები. კაი, წარმატებას გისურვებ. დიდი მადლობა. მადლობა. აბა კარგად. კარგად ვთანდებოდი. გინახვა რამე ისრაელში? ისრაელში მოგითხვა ყველა. კაი. ასე არ მოწავიდე ეს. წმინდა ნინო წმინდა მივდივართ გურჯანში. ნინო წმინდა გზას დავინახე და გავაჭირებინა და გადავიღე. ბაგერ აი ამ მაშინით მივდივართ. Genau. გამარჯობათ. სად მივდივართ? ჩვენ მივდივართ გურჯაანის რაიონში. ეხლა რა ქვია მათგან სადაც ვართ? ეხლა ეს არის საგარეჯოს რაიონი. ძველი მადლობა. საგარეჯოს რაიონის სოფელი ნინოწმინდა. ბენზინი ხელად შემაშუქორმა. წავლის ხე. წაული.
მაგ სორია. გახეთქილი ხო, მაგ. ერა გაფუჭებული მხარე. ხარავშას მოიტა. მომე. სად არის? შამახები? შახატე. რა დარქვია მას? პროცეული. თელი? პროცეული. ხლება. სოტიპური. Aftan Gorgasali. Ababinar. გამარჯობათ. გამარჯობათ გენსველი. ეხლა ვიყოფები თბილისში, არა? გენსველი. ორი პროტაგონისტი, რა პივა გაქვს? ყაზბეგი. ყაზბეგი? ქართული პივა ყაზბეგი. აქაურია ხო ადგილობრივი? ჩამომის ორი ბაკალი. თავლითაბა გავსინჯო. როგორია? ნუ ბაკალი.
დაქალაქში ვარ? ალაფი თბილისი. თბილისში ვარ, თბილისში. თბილისის პივა. ეს ხო თბილისში ჩამოსმა? აგარი თბილისი ჩამოსმა თოქალში. ბოჭკის პივა. ასეთ პივას ისრაელშიც ვერ დარ. დავა გავსინჯა და გეტყვით. აი ნახეთ აბა. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ჩემი სახელია უშანგი გვარად ამბარდნიშვილი. ჩვენ მეცადინობთ მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკანურ სასახლეში. ჩვენთან ერთად მუშაობენ ალბერტ მათიაშვილი, წარმოდგენილი, ვახტანგ რაზმაძე, გიორგი როსოფიძე, რომლებიც ორივე დონის როლს ასრულებენ. რაც შეეხება მოსწავლეებს, ეს მოსწავლეები დამწყებითი მოსწავლეები არიან, რომელიც მომავალში, რა თქმა უნდა, ამ სახეში გადაიზრდება. იმედია, რომ ეს ბავშვები, რა თქმა უნდა, სათანადოდ ემზადებიან, სათანადოდ იმუშავებენ და მომავალი
მომავალში წარმოგიდგებათ ეს ჯგუფი როგორც ანსამბლი, ესე იგი გამოსვლის სახით, კონცერტებზე გამოვა და მიიღებს რას შეკვებიან, რას გაკეთებენ? რაც შეკვებიან. ჩვენ ვსწავლობთ საქართველოს ყველა კუთხის ცეკვებს. დაწყებული ფერხულებიდან, ფერხულები მრავალია. გურული ფერხული, კახური ფერხული, იმერული ფერხული, მეგრული ფერხული და ასე შემდეგ. ყველა კუთხეს თავისი ფერხულები აქვს. აგორეთვე ის დამახასიათებელი ცეკვები, რომელიც უკვე მათ გაშიფრეს და უკეთესად წარმოადგენს. სახელმწიფო როგორ ფერხულებად კი აღარ არის, უკვე როგორც ცეკვა არის ცალკე გამოყოფილები, როგორც დუეტები, ტრიოები და ასევე მასა. ეს სწავლა რამდენხნიანია? როგორ? რამდენხნიანი აქ რა სწავლობენ ბავშვები? რამდენი ხანდა? ეს ერთწლიანი ბავშვებია, რომლებიც სწავლობენ და მომავალში თან ანსამბლის. ყოველ რამდენ ხანშია სწავლა? როგორ? ყოველ რამდენ ხანშია კვირაში სწავლა? კვირაში 3 ჯერ არის მეცნობა, 3 შაბათობით, 5 შაბათობით და შაბათობით. საათი ნახევარი. 2 საათი, 2 საათი მეტი გადამეტებული. ეხლა ეს რასაც ზევით ავდივართ ფულიკულერზე არა? დიახ. თბილისში. ახლა ერთად უმალაპარაკე. ვიცი რომ თბილისში ვარ. ესე ვარ. ფულიკულერს ახლებდებით. იქაც ხომ ხედავ ახლა. არა, იქ გასაგები. აი ახლა ეგრე გადავდამდები. ანთეულზე. ჰა? ანთეულზე. ქალაქ? თბილისში. თბილისში ვარ. ოჰო. აი კი გავლაბარია. მომერა. მომელუბაშა კაცინდა. მომერალი. ეს ადმე ვიქნები. ანთეულში. აი გესაუბრე. ახალი აუშინებია. ახალი არ გაგარბირი. უკნა. თბილისში ვარ. თბილისში ფულიკულერზე ავდივარ. არა, და რამე არხია ეს აბიჯი. და ზურა. არა, სვა, საკუთრება. ალაბაზი თბილისი. ანასონ მოუჩვენე. კალვა. ბიჭო, ხოდა ბიზნესი ავტო იცი რა სიტყვას. ვერაფერს ვერ იცი. მისმინე. აი, დათომ რო თქვა შეჭი, ის არისო, ვიღაცაო რა თქვა? ერთი ის არის და მეორე ის არისო. ერთი ყლიერი მეორე გაიფჩიო. ნულა ბიჭო, არ იწევს არა ხმას არ იწევს. აბა სადავარ ბიჭებო? თბილისში. ავდივარ თბილისში. ადო. აცოროთ. აუდიტას გაქვს. ფულიკულერზე ამოვედით. კერ ანტენა ვიზორის
ყოფილა. ეს სამედის არ ვიცი. Follicular'dan vegab Tbilis. Tbilis vegab Follicular'dan. Vegab darim tkvari. Ha? Okay. Ha? რა რა ხო ხედა А? А звон на кому чуть? А? Согрела? Не. Თბილისის მეორე მხარეა. Antenna televizიის Follicular'ზე. თბილისი Follicular'იდან ახლა კარუსელზე ავალ გადავხედა მთელ თბილისს. და გადავიღებ ვარ ზევით. ავდივარ Follicular'ით, კარუსელით. მაღლა გერ გადავხედავ თბილისს. თბილისს გადავხედავ. ეგეც სტადიონ ჩანს.
ჰა? გეშინია მართლა? მაჟა. და გეშინია ბიჭო? რაში. ხაფსი მახლის. რა უნდა ჩახტი ახლა კიდე. მაჟა. არი. მაჟა იცადა ვარ. ყველა მასე მაღალად გირზე ვარ ახლა. თბილისს უყურებ. ჰა? სადა ხარ? სახეს ამქავად. ვაიცა ბიჭო. ხო, რა მაგარი რამეა. მაგარი რამეა, კაი რამეა. ხო არაფერი ვედები ბაშა? ჰა? თუ რამე მომდახლოდეს დამიძახე. რას ხედავ ხალ? ქალაქს. ქალაქ მე ვხედავ? შენ? სიდან სანამდე? წელამდე. წელამდე თავი? კი. ეხლა ველაპარაკე და მე გამოდი და გამოაჩინე ქალაქი. ეხლა მე ვყოფები ქალაქ თბილისში, ფულიკულიორზე ზევით და ხედავ აგერ ხეთს ლამაც. იმის დამტკიცებელ საბუთი რომ თბილისში ვიყავი და აგერ ფულიკულიორიდან მეგებ ამ ლამაც ქალაქს. საქართველოში თბილისში ვარ, თბილისში. რა ჩანს? კარგია. შეიძლება გავიარო. კი. ბაშა იქ ყველაფერი გადაღებულია, ჩემ წამოდი. არაფერი დამწევებია. ეხლა ჩემი გადაღება იქა, დამთავრებულია ყველაფერი. მოდი ჩემთან. თბილისში ვარ, თბილისში, ფულიკულიორზე. კიდე რა სიტყვი? ეხლა გადი უკან. ბოლომდი უკან და ადი ზევით. ბოლომდი ხარ უკან. ადი ზევით, ხედავ ცას და დაკეთე. მადლობა. გაუმარჯოს. თქვენი სახელი? გიჟვარდი დიმელაშვილი. სად ვიყოფებით? ფულიკულიორის ზედა პლატოზე. აქ რა შევით? შევხუბროს მემანქანე. კეთილი. ინათ ისრაელში გადაცევის ეს რამე თუ მე ხალხ? იქ ახლობლები. ცოლის ძმა. ცოლის მშობლები და კიდევ ახლობლები. თქვენი ცოლი ებრაელია? კი. თქვენ? მე ქართველი ვარ. აჰა, ქართული მე როგორ ურიგდებთ თქვენ? ძალიან კარგად. მაყოფილი ხარ? აი, სადაც ზიანად აი სადილგადი ხარ, იარკად გამოჩნდა. მე ასე ლა შევდივართ ბუჭუს სახში. აჰა! ბუჭუს სახში შევდივართ აგერ, აი სახლი. ეს აფერო ანთიაქ შევდივართ. გამარჯობა. მშვიდობა მოჯახს. შენობა თუ გაქვს ნორმალური რო ხარ. ჯერა სოციალური ხმა. და მოყოლი არის ეს რა და ავიდა მიყული სამყარო მე. მშვიდობა მოჯახს. სალამი როგორ ძანდებით? გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო. მოძოლ სტუმრებს, დიდებული სალამი როგორ ძანდებით როგორ გიკითხო. მოგლეთ სამხატვრო. სახში სამასწავლე. აუ ისაკავ. მოიხინეთ როგორ ახალ ბატონო ბუჭო როგორ გიკითხო. შენი მაყურებელი რა ვერ ვიქნები და შენი გადამკიდე. ბუჭი მიღვება სიმშილი. გელოდები ეფსა. ამას კიდე გაიჩინე. დაჯე თუზმა ხარ მაგამე. სამსახურში ხوار გამიშავს გიგებს. დაჯე ერთო, დაჯე წამოთ რაღაც, წამო. შია. ემეჯო გადააგდია რა პარლამენტში ვარ. ეს უფროსია მე მოვა. ბუჭოს ოჯახში. აგერ მისი ცოლშვილით ნამდვილად მოეწყო
ვაცალე. ჩამოული აგერ ყველას. ვაცალე შენს ოჯახში ხო არა ვარ, ვაცალე. კი ბატონო, ერთ წუთი გადავიყვანო. მეგობრებო. მე შემოგივლეთ, ალავერდი ყველასთანა ვარ. ცოცხლე. მე მინდა აი ამ სიყვარულს გაუმარჯოს, ამაც ეს უფრა შექმნა. გამარჯოს. ამაც ეს ადრიგზელო შექმნა და რამაც აი ჩვენი სიყვარული, ჩვენი ცოცხლე და ჩვენი რა ვიცი, ყველა კეთილი ის და ადრიგზელოები შექმნა. ამოერი სიყვარული ქვია. ალბათ ამაზე მეტი არაფერი არ არის შემოგოჩა ამეთანხმებით რომ უნდა გიყვარდეს ერთმანეთი. გიყვარდეს მოყვარული შენი. არის კიდე გიყვარდეს მტერი შენი, რაღაცია, მოყვარს უნდა გიყვარდეს. უნდა გიყვარდეს და მოდი ამ სიყვარულს გაუმარჯოს, ჩვენ სიყვარულს, ამ მომხერებას გაუმარჯოს. ვერცმოწმენთ ერთმანეთს არ შეხედოთ მარტო აქ, მარტო საკავარება რა, ეს ჩვენი სრულები, ესე კეთილი სრულები თუმეტეს ჩვენ მარტო ჩვენი მტრის თვის გაგვაჩნია კეთილი სრულები. არ გვაქვს რა გულში და სულში რაღაცნაირად ბოღმა, რაღაცნაირად მტრობა. სიყვარული და სიხარული მოფერება გადაარჩენს ყველაფერს და მე ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც ამ სიტყვების მთქმელია და ვინც მომხრეა უბრალოდ, რა უბრალოდ მომხრეა. გაუმარჯოს. ბრავო ისაკ, ბრავო, ყოჩა, ჯიგარი ხარ. ჩანო არ? კი, სადა ვარ? მინდა ბიჭო ეხა ნუ მალაბარაკე. სადა ვარ? მაგრამ ვინც ნახავს, ხო ეს ჩვენი ახლობლები იქნება. ისაკ არის დასახურეთი რა, ჩვენი ხელი და ვალოდინა 1-6 საათი, ეს რო არ იყოს ახლობელი და სისხლი ხორცი, დამერწმუნებით ყველა ვინც ნახავს რომ დასახურეთია. მაგრამ არ შეიძლება რომ მოკლა მაგას არის ეს. სადა ვარ ჩვენ? სადღეგრძელოს ვამბობთ ეხლა ისაკა სიკვდილი არ შეიძლება რა. სადა ვარ ახლა? ტრობა ვერ გადაარჩენს სიყვარული. სადა ვართ და ისრაელში. ისრაელში და თბილისში ვარ. საქართველოში. ოჯახ, მე არ დამბრალა, ეგ არა. უჯრედს ოჯახში. ვინ იღებს, ვინ? ისაკი თეთრუაშვილი. თეთრუაშვილი. ძალეთ აბა მიზეზი რა არის? დაბძანებ. გადაღები? გადაღების მიზეზი ის არის, რომ წაიღო ჩვენი სახეები, ჩვენი აგერს უფრა პატარა ლამაზი, კეთილი ოღონდ კეთილი გამოხატულება, რომ გაიხსენო რა, ჩართო და ხანდახან, მაგრამ ამით ბიზნესი არ გააკეთო მაგას. გაუმარჯოს, აბა ჩვენ სიყვარულს ხახოთ, თქვენ შემოგევლეთ, ძალიან მიყვართ ყველა. მე დაკმაყოფილი ვარ ყველგანაც იგივეს. და მე თვითონ არ მოგიშალოს თქვენ სიყვარულს, პატივისცემა რაღაცნაირად, თავის სიყვარული და იმ სიყვარულში იქნება ყველაფერი გამოხატულება. გაუმარჯოს, აბა ყველა მე ყველაფერი გააკეთე, მაგრამ ძალიან გვიყვარხარ რა. აი ძალიან გვიყვარხარ და იმიტომ თორე ეხლა აი საპატიებელი არ იყო რა ჩვენ გააკეთე. არავინ იფიქროს რაღაც გააკეთა ისეთი, გააკეთა ის რომ 6 საათი ველოდით, გვინდოდა ცოტა ადრე დაგვეწყო და 6 საათი გვიან. არ არის საპატიებელი. თანაც არა მშიერი და მოვალე ღმერთმა ჩვენ ტელია. ისაკას მე დაველოდებოდი 6 წელი, კაცო, რო არ მოსულიყო არ შევჭამდი. ხო მე გამო ჩვენ სიყვარულს დავდოცავ, არ გაწვიყოთ, მაგრამ ერთმანეთი გიყვართ. აი არაფერია მაგიდაზე გასული. სუპერია, ყველაფერია ღმერთის წყალო. აი რა დღეს გვაქვს და რა გზობა დღეს გვაქვს და ამას ნაკლები არ არის და უკეთესი და უკეთესი ჩვენზეა დამოკიდებული და ღმერთმა თვითონ უკეთესი. იცოცხლე და გაგიმარჯოს დაწერენ ცალეთ. აი გაძვეთე აბა. აბა გაუმარჯოს. სიყვარულით იყოთ. გაგვიმარჯოს, ნამდვილად აი მოხარდება რომლებიც და ხოლმე ვერჩინიზის ყველა ახლობელი ვარ. ძალიან დიდი ბედნიერი დღეა დღეს და მოდი ასე ვხედი ბრავლა. როგორი დღე შალკა ყავს არა. აი საქართველოში გაუმარჯოს. ყველა მშოვეს, ყველა სერჩენს ნამდვილად მოხარული ვართ, რომ ბუჩო სახში ვარ. შენ იქაცილა მანაგე, მანაგე ბიჭო ეხლა მაგა. იქაცილა მანაგე, ჩვენ მანაგე. პატივისცემა არ მინდა მე, კაცო. სანამ არ დამათრო არ განამაგებინა. საცამ ცხურში მიდიხარ. ამას რა დაათრო. სანამ არ დამათრო არ განამაგებინა და ახლა ესე იგი რამოდენიმე ხნის მერე სადროზე. აი ვინც იცნობ, ხო არ დაიჯერებს, ეს ფიზელი უბრალია რა. საუნევლად არის. გამარჯოს ოჯახს, გამარჯოს. ოჯახს ყველა თავის თორშვილი, თავის დედმამისული. ნამდვილად კარგი ადამიანია, საყვარელი ადამიანია და მე ძალიან მოხარული ვარ ამ ოჯახში ვარ და ბუჩოსთან კიდე ხელა ახლა რეკლამა არ ჭირდება ამ ოჯახს, საერთოდ მით უმეტეს ისაკას. არ ჭირდება რეკლამა. მე სხვა სადღეგრძელო მაქვს აბსოლუტურად. ამ სიყვარულზე კაი მივაფარებ ასე. არ გამოვაჩენ, აგერ კანადაშევს. აბა, კი. ბატო, ადე რა. მოდი აბა. მე მინდა. სანამ გამიგიშებოდი. მე შემოგევლეთ, რა ჩვენს მეგობრობას გაუმარჯოს. ჩვენს მეგობრობას გაუმარჯოს. აი გარდა ნათესაური გრძნობისა არსებობს ის რა გრძნობა
რასაც მეგობრული ქვია. ჩემო ისაკ, მე და შენ არ ვართ ახლა გუშინ და გუშინწი გაცხოვდი. კარგად გახსოვთ, ვაგონჭა ბიჭი ვიყავი. შენს უფრო დიდი თმები მქონდა, უფრო შავი. ეხლა ჩავი. 30 წლის სიყვარული. 30 წლის. შენი გულის პატრონს რა დაგაბერებს, ბიჭო, რა დაგაბერებს, შენი გულის პატრონს. 100 წლიანი. გავმართო ჩვენს მეგობრობა, ჩემო გოჩა, შენ შემოგევლე? იცოცხლე და გავდივარ. ჩემი საქმეა და თხოვნა ვიყოთ პირველ რიგში, ვართ ის ნაცნობი და ვიყოთ მეგობრები რა. ჩემმა მეგობარი მე მგონი ყველას ესმის, მისი ფასი ძალიან კარგად მithumetes. თქვენ უფრო შედარებით ახალგაზრდები ხართ.